ბატონმა კალაძემ დიდი პრეზენტაცია მოაწყო, გადაიღო უზარმაზარი კლიპი და ჰქონდა დიდი ბაქიბუქი ატეხილი, რომ 2019 წლიდან დაიწყებოდა მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორის მეტროდან ლილოს ბაზრობამდე. სიმართლე ასე შეაფასა ფაქტმეტრმა ალეკო ელისაშვილის განცხადება. მიწისზედა მეტროს პროექტი კახაკალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსა. მაშინ კახაკალაძე აცხადებდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა. აღნიშნული პროექტი 8 ახალი მეტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის მეორე მიმართულება თბილისისა და რუსთავის მეტროთი დაკავშირებას გულისხმობდა. მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და ახალი ხაზი ეტაპობრივად 2020-2021 წლის განმავლობაში უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. პროექტის სავარაუდო ღირებულება იყო 90 მილიონი ამერიკული დოლარი, საიდანაც 30 მილიონი დოლარი ვაგონების შესაძენად. დანარჩენი თანხა კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაიხარჯებოდა. მეტროს მოცდის სავარაუდო დრო 10 წუთი სახელდებოდა, რომელიც ეტაპობრივად შემცირდებოდა. ახალ ხაზს ყოველდღიურად 200,000 ადამიანი უნდა გადაეყვანა. პროექტის მეორე ეტაპზე კი თბილისი მიწისზედა მეტროთი რუსთავს დაუკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 12 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. 12 მილიონი ლარი კი დაიხარჯა, თუმცა შემდგომში პროექტი ისე შეჩერდა, რომ არც კი დაწყებულა. შესაბამისად, კახაკალაძის ეს დაპირება, რომ თბილისში მიწისზედა მეტრო აშენდებოდა, არ შესრულდა. აქედან გამომდინარე ალეკო ელისაშვილის განცხადებას ჩვენ ვაფასებთ ვერდიქტით. სიმართლე, უფრო მეტი დეტალი ნახეთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ეს არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.